მოგესალმებით მეგობრებო, განვიხილოთ ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას კარმული თვეა ივლისი. ვისაც გახსოვთ ჩემი პროგნოზები მე ვწერდი თებერვალში, ამ წლის თებერვალში, რომ 25 წელი იქნებოდა საკმაოდ ხისტი წელი. შაშან-დეკემბრის პროგნოზშიც გავაკეთე ეს, როდესაც 2025 წლის ტენდენციები განვიხილე. და ამ წლის დასაწყისში, როდესაც დაიწყო ეს აღმოსავლური კალენდრი თქველის წელი, თქვი რომ იქნებოდა რთული პერიოდი ძალიან განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულზე, რადგან ეს არის პიკი ამ პერიოდის და შეიძლება ითქვას, რომ ივლისი ამ პიკის პიკად მოვიაზროთ და ეს არის საკმაოდ ისეთი წინააღმდეგობრივი თვე, რადგან კარმული თვე არის და კარმული ნიშნავს იმას, რომ სამი პლანეტა მოძრაობს რეტროგრადულად. როგორც მოგეხსენებათ, ვინც ერკვევა ასტროლოგიაში, დედამიწიდან დაკვირვებით პლანეტები თითქოს უკან იწყებენ მოძრაობას, სინამდვილეში ცხადი არ ხდება ეს პლანეტის უკან მოძრაობა, მაგრამ დედამიწიდან დაკვირვებით ასეა. და ამას ასტროლოგიაში უწოდებენ რეტროგრადულ ფაზას, პლანეტის რეტროგრადულ ფაზას, რომელიც მიანიშნებს ამ პლანეტის გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობაზე, მის განახლებაზე, ერთგვარ ჭყალებში თუ ვიტყვით რეფრეშზე და ასე ვთქვათ, ამ პლანეტის სიმბოლიკიდან გამომდინარე ხდება თითქოს უკან მიბრუნება ცნობიერებაში თუ ცხოვრებაში და ხდება იმ შეცდომების ამოტივტივება, კიდევ ვიმეორებ ამ პლანეტის სიმბოლურ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება თვითონ ამ პლანეტას. საკმაოდ მომცოლობითი თვეა ივლისი და ეს სამი პლანეტა არის პირველი მერკური ცხადია, ყველასთვის ნაცნობი პლანეტა მერკური რეტროგრადულად დაიწყებს მოძრაობას. თუმცა თუ მივყვებით პირველი 5 ივლისს იწყებს ნეპტუნი რეტროგრადულ მოძრაობას და ამას განვიხილავ, რას ნიშნავს, შემდეგ სატურნი დაიწყებს რეტროგრადულად მოძრაობას, ეს იქნება 13 ივლისს, თუმცა 12-ში იქნება ის ასე ვთქვათ, უკვე დაიწყებს აი ამ ფაზაში გადასვლას, თუმცა 13-დან სრული რეტროგრადული გახდება სატურნი და მერკური დაიწყებს 18-ში მოძრაობას, 19-ისკენ, მაგრამ 18-ში იქნება სტაციონარული მოძრაობა, რაც ნიშნავს ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას, ან დირექტიულიდან რეტროგრადულში, ან პირიქით რეტროგრადულიდან დირექტიულში. დიახ, დავიწყოთ განხილვა მთლიანი ივლისის პერიოდის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის 4 ივლისი, როდესაც პლანეტა ვენერა ტყუპებში გადაინაცვლებს და სანამ გადავა ტყუპებში, შეუერთდება ის პლანეტა ურანს და შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ერთი დღე პლუს მინუს 4 ივლისი, ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი. საერთოდაც, როდესაც ვენერა გადადის ტყუპებში და ეს იქნება თვის ბოლომდე, ბუნებრივია წინ მოდის ურთიერთობების თემა, კომუნიკაციის თემა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში, რადგან ვენერა ეს არის სიყვარულის მმართველი პლანეტა და ტყუპი ეს არის ურთიერთობა, ტყუპი ეს არის ინფორმაცია, კომუნიკაცია. ეს შეიძლება შეეხოს არა მხოლოდ პირადი ცხოვრების დალაგებას და სისტემატიზაციას, თუმცა იქნება გამომდინარე, რომ ტყუპი არის ჰაერისტიკია, ეს უფრო ურთიერთობებს შეეხება, შეიძლება ეს არ იყოს ძალიან სტაბილური ურთიერთობები, თუმცა მაღალი ალბათობა, რომ ადამიანებმა დაიწყონ ახალი ურთიერთობები, ან თუნდაც ძველი ურთიერთობები აღადგინონ. ვენერა არის ასევე ფინანსური საკითხების მმართველი, როგორც ცნობილია, ის მეორე ასტროლოგიური სახლის სიმბოლური მმართველია, აქედან გამომდინარე, აი ამ ფინანსებთან მიმართებაშიც ეს იქნება გარკვეული ცვლილებების თემა. ბუნებრივია ვენერა როგორც დიზაინის, ვენერა როგორც ხელოვნების მმართველი პლანეტა, აქაც ძალიან დადებითი ცვლილებები შეიძლება იყოს, რასთავია ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს შეთანხმებებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და ასევე მარკეტინგისთვის, სხვათა შორის, იმიტომ რომ ტყუპი ეს არის კომუნიკაცია, როგორც ვთქვით, რადგან ვენერას მმართველი სიგნიფიკატორი, როგორც ასტროლოგიაში უწოდებენ, ხდება მერკური. ანუ აქ სიყვარული უკვე ხდება ვერბალური, მენტალური, ანუ ადამიანები იწყებენ ჭყალებში ვამბობ ამას ლაპარაკს, მსჯელობას ამ ყველაფერზე, ეს არის სიყვარული, ეს არის ხელოვნება და ეს არის ფინანსები. როგორც ჩვენ ვთქვით, ნეპტუნი გახდება რეტროგრადული და ეს გახდება 12 დეკემბრამდე. ნეპტუნი არის, თუ ჩვენ კარმულ მნიშვნელობას ჩაუღრმავდებით, ეს არის ილუზიის პლანეტა, ეს არის
ცრუ ინფორმაციის პლანეტა, ეს არის საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანის პლანეტა. ამაზე მიანიშნებს ასტროლოგიაში ნეპტუნის სიმბოლურად. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ზაფხულის მეორე ნახევარი ფაქტობრივად შემოდგომა და ზამთრის დასაწყისი ნეპტუნი იმოძრავებს რეტროგრადულად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დაიწყებს ამოტივტივებას საიდუმლო ინფორმაცია, ასე ვთქვათ, გამოაშკაროდება ტყუილები და ჩვენ გავიგებთ ძალიან ბევრ სკანდალურ ინფორმაციას, როგორც ზაფხულის მეორე ნახევარში, ისე შემოდგომით. და ბუნებრივია, ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ რისთვის იქნება კარგი, ახლა ვამბობთ, რომ ეს არის ნეგატიური, სწორედაც აი ამ საკუთარი თავის ან სხვების შეცდომაში შეყვანის მომენტი, ასე ვთქვათ, გამოაშკაროდება იოლად. მაგრამ დადებითი რისთვის იქნება? ეს იქნება სულიერი ცხოვრებისთვის, რადგან ნეპტუნი ეს არის ასევე სულიერების პლანეტა. შეიძლება ის იყოს ძალიან კარგი პერიოდი იოგაში ვარჯიშის დასაწყებად, გარკვეული სულიერი პრაქტიკებისთვის, შემეცნებისთვის, ასევე ფსიქოლოგიისთვის, ფსიქიატრიისთვის, რადგან ნეპტუნი ასტროლოგიაში ასევე მართავს სწორედაც ფსიქოლოგიას და ფსიქიატრიას. და აი მე წინა საუბარშიც შევეხი ამას, რომ ძალიან კარგი პერიოდია გარკვეული რეტროსპექტივებისთვის, შინაგანი წარსულის გარკვეული ანალიზისთვის, რომ ასე ვთქვათ, გადავხედოთ ჩვენ ძველ შეცდომებს, გამოვასწოროთ ისინი, ან თუნდაც რაღაცა ფსიქოთერაპია გქონდეს საკუთარ თავთან, ან დავუშვათ ფსიქოლოგის დახმარებით, თუნდაც მეგობრის მეშვეობით. მე ვამბობ ხოლმე, რომ საქართველოში ფსიქოლოგიის ინსტიტუტი იმიტომ არ მუშაობს კარგად, რომ ყველა ფსიქოლოგი ვართ, ჩემ თავზეც რომ მოვიაზრო აქ, და ჩვენ შეგვიძლია მეგობარს ვესაუბროთ, თუნდაც მეც მისაუბრია მეგობართან და მასთან საუბრის დროს ჩვენი პრობლემების ძაფები ამოიხვევა ხოლმე და რაღაცეებს პასუხებს ვაგენებთ. თითქოს კარგი, მე ვამბობ ხოლმე, რომ სწორად ასმული კითხვა ეს არის პასუხის ნახევარი. დიახ. ეს რაც შეეხება 4 ივლისის პერიოდს, რადგან 3 ასტროლოგიური მოვლენა ხდება თვის დასაწყისშივე. 6-7 ივლისი ვენერა იქნება ტრინში პლუტონთან, ესეც სასიკეთო პერიოდია სასიყვარულო თემისთვის, ასევე ინვესტიციებისთვის, იმიტომ რომ სანამდე მერკური გადავა რეტროგრადულ ფაზაში და ეს იქნება, როგორც ჩვენ თქვით, 18-19 ივლისი, მანამდე ღირს ნამდვილად გარკვეული ინვესტირება, რაღაც ბიზნეს საქმიანობაში ცვლილებების შეტანა ან დაწყება რაღაცეების, რადგან ვენერასა და პლუტონის სასიკეთო ასპექტი ხშირად მიანიშნებს არა მხოლოდ სასიყვარულო სექსუალურ ურთიერთობებში დადებით ცვლილებებზე, არამედ ასევე ფინანსებში, ბიზნესში, გარკვეულ კაპიტალ დაბანდებების კუთხით და ასევე შეიძლება ეს იყოს პარტნიორებთან ურთიერთობების ტრანსფორმაცია, ცვლილებები, სასიკეთო ცვლილებები. შეეხება 7 ივლისი. 7 ივლისი ურანი შედის ტყუპებში და მე ხშირად უთითებ ხოლმე ამ პერიოდს, როდესაც ურანი არის კუროში, ეს არის ძალიან რთული პერიოდი. სხვათა შორის მინდა ერთი ხაზიც გაუსვა ამას, რომ ასტროლოგიაში არსებობს როგორც ინდივიდუალური პლანეტები, ისე სოციალური და ისე უნივერსალური, ზოგჯერ უწოდებენ დასავლეთში ტრანსცენდენტულ პლანეტებსაც. ეს არის ურანი, ნეპტუნი და პლუტონი და მათი ინგრესია ზოდიაქოს ნიშნებში, ანუ გადასვლა ზოდიაქოს ნიშნებში ყოველთვის უკავშირდება ეპოქალურ ცვლილებებს და ჩვენ ვხედავთ 2024 წლებში ჩვენ ვხედავთ სამივე უნივერსალური პლანეტის ურანის, ნეპტუნისა და პლუტონის, მასაც ხაზს უსვამ, რომ პლუტონი ასტრონომიაში პლანეტოიდია უკვე, მაგრამ ასტროლოგიაში მოიაზრება პლანეტად და აი ამ სამივე პლანეტის ინგრესია ზოდიაქოს ნიშნებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქალური ცვლილებები და ჩვენ ვართ ამ ეპოქალური ცვლილებების მომსწრე დამნახავი და ეს შეეხება გარკვეულ გეოპოლიტიკურ გადაწყობებს, რომელიც რეალურად დაიწყო 2024 წელში, ახლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 2022-ში ხوار დაიწყო ეს, როდესაც რუსეთი თავს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და დაესხა თავს უკრაინას. და არა მხოლოდ ეს მოვლენა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავხდებით ბევრი გეოპოლიტიკური გადაწყობის პროცესის მომსწრე, როგორც იყო მაგალითად 30-ან 40-ან წლებში და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ ბევრ რთულ პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს ხედავთ და ვნახავთ კიდევაც, თუნდაც იგივე საქართველოში. რაც შეეხება შემდეგ 10 ივლისი, სანამდე ვიტყუდი სავსემთვარეობა, თხის რქაში 10 ივლისი, შევეხოთ ასევე რას მოიტანს ურანი ტყუპებში. ტყუპი ეს არის ინფორმაცია, ანუ აქ კიდევ ვთქვათ, რომ ეს იქნება დაახლოებით 7-8 წლიანი ციკლი, იმიტომ რომ ეს იქნება 8 ნოემბრამდე ურანის პირველი ინგრესია ტყუპებში, შემდეგ წამოვა რეტროგრადულად უკან და 2026 წლის აპრილისთვის გადავა ის საბოლოო ტყუპებში და დარჩება დაახლოებით 7,5 წელი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო კომუნიკაციური თემები, არამედ რაღაცა მეცნიერული აფეთქებები, კაი გაგებით,
ეს იქნება ციფრული ტექნოლოგიები ცხადია, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის თემა, ძალიან ძლიერად გამოვლინდება ეს ყველაფერი, ძალიან აქტიურად და ძალიან მასიურად. და ეს იქნება ძალიან საინტერესო პერიოდი, აი ეს 2000 საბოლოოდ 26 წლიდან, მაგრამ იწყება ეს ივლისში, პირველი ფაზა, პირველი შესვლა, მე რო გადააბრუნება და მე საბოლოოდ გადასვლა ტყუპებში. ამიტომ მე ვთვლი, რომ ციფრული ტექნოლოგიებისთვის ხდება კიდევ უფრო საინტერესო პერიოდი და ახალი შესაძლებლობები იქმნება. რაც შეეხება 10 ივლისის სავსემთვარეობას, ეს ხდება თხის ხაში ეს სავსემთვარეობა და ბუნებრივია ეს სავსემთვარეობა უპირისპირდება კირჩხიბს სიმბოლურად ეს არის ოჯახი, ეს არის ოჯახური ურთიერთობები და მთვარე თხის ხაში არის ბუნებრივია გამოწევებული რთულ პოზიციაში ასტროლოგიურად, ამიტომ ეს ემოციურად რთული პერიოდია, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის, ამიტომაც სასურველია, რომ ოჯახის წევრებთან მიყოთ თბილი, გულისხმიერი და ასე ვთქვათ, მათ მოусმინოთ მათი პრობლემები ჩვენამდე მოვიტანოთ და მაშინ იწყება კონფლიქტი, როდესაც ადამიანები არ მსჯელობენ და არ ლაპარაკობენ. დიახ, რაც შეეხება 12 ივლისის შემდეგ მნიშვნელოვანი დღე, ეს იქნება უკვე სატურნის რეტროგრადული მოძრაობა და ეს არის მე ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი არის უნივერსალური პლანეტა და სატურნი არ არის უნივერსალური პლანეტა ასტროლოგიურად ვამბობ, სატურნის რეტროგრადული ფაზა იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ნეპტუნის. სატურნი ეს არის კარმის პლანეტა, მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე ანტიკური ასტროლოგია და ვიყენებ კიდევაც პირადი კონსულტაციების დროს. ძველ საბერძნეთში, ანტიკურ საბერძნეთში იყო ძალიან საინტერესო სისტემები, იგივე პროფექციული სისტემები იქიდან მოდის და ბევრი საინტერესო გადალაგება მოხდა მაშინ ასტროლოგიაში და სატურნს ძველ საბერძნეთში უწოდებდნენ კარმის პლანეტას, იმიტომ რომ ეს იყო ბოლო პლანეტა, სანამდე აღმოაჩენენ ტელესკოპით ურანს, ნეპტუნს, პლუტონს, ეს იყო შემკვრელი პლანეტა, ყველაფრის დროის მართველი და სხვათა შორის მე როდესაც ვიკვლევ ხოლმე იგივე ხევსურულ მითოლოგიაში მორიგი ღმერთი არსებობს, ეს არის ასე ვთქვათ წინარე ქრისტიანული პერიოდი, გარკვეული ანარეკლები იმის, რაც შემოვიდა ხევსურულ ფოლკლორში და ასე ვთქვათ ზეპირსიტყვიერებაში, მაგრამ ეს არის სწორედაც სატურნი, კრონოსი, შემდეგ ბერძნული გავლენით შემოვიდა ჩვენთან, მაგრამ მორიგი ღმერთი ეს არის არა მარტო მომრიგებელი, არამედ დროის მართველი. ამიტომაც სატურნი მართავს დროს ასტროლოგიურად, მითოლოგიურადაც სატურნი ეს არის კარმა ასევე. აქედან გამომდინარე ეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. სწორედაც 12 ივლისიდან, რომელიც გაგრძელდება 29 ნოემბრამდე, ფაქტობრივად ეს არის 5 თვე, 4 თვე. დიახ, 4 თვე გამოდის, 4 თვიანი პერიოდი. ადამიანების შეცდომები ამოვამაღლა და არა მხოლოდ ადამიანების, რახან სატურნი ეს არის უნივერსალური პლანეტა, მე ვთვლი, რომ ეს იქნება სახელმწიფოების ან გარკვეული სოციალური ჯგუფების და გარკვეული კოლექტივების შეცდომები ამოვამაღლა და შეიძლება ამას დავარქვათ კოსმოსურია სწორად, მაგრამ მე მიყვარს სიტყვა კოსმიური სამსჯავრო ბრწყალებში ვამბობ ამ სიტყვას ცხადია, ყოველგვარი მისტიფიკაციის გარეშე, რევიზია, ანუ ესე უწოდოთ, ადამიანებს მოუწევთ საკუთარი შეცდომებზე პასუხისგაცემა და ქვეყნებსაც და შეიძლება ჩვენ ვნახოთ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე სერიოზული პრობლემები რუსეთის მხარეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ და ჩვენ გვჯერა კარმის, მაშინ ეს კარმული თემები განსაკუთრებით ახლა იქნება მათთვის მწვავე და მათ ჭყალებში ან უბჭყალებად მოუწევთ პასუხისგაცემა საკუთარ შეცდომებზე. შემდეგ 17-18 ივლისიდან მერკური ხდება სტაციონარული, რაც ეს ძალიან კარგი დღეა, სხვათა შორის 17, სანამდე დაიწყებს რეტროგრადულ ფაზას მერკური. სტაციონარული ფაზა ეს არის ძალიან საინტერესო მედიტაციისთვის და ანალიზისთვის. ამიტომაც 17 ივლისი შეიძლება გამოყენებული იქნას ანალიზისთვის და მოგვარებისთვის, რადგან შემდგომში მერკური გადადის უკვე რეტროგრადულ ფაზაში და ეს ხდება 12 აგვისტოს ჩათვლით, ანუ ფაქტობრივად 19 ივლისიდან საბოლოოდ შევა რეტროგრადული ფაზა, ხოლო 17-18 შეიძლება ჩავთვალოთ უფრო სტაციონარული ფაზა მერკურის. ამიტომაც 17-18 ივლისი ჩვენ უნდა მოვასწროთ ამ პერიოდამდე აი ეს მოლაპარაკებები, საბუთებზე ხელის მოწერა, შეთანხმებები, იმიტომ რომ უკვე 19 ივლისიდან ეს შეიძლება გართულდეს. ძალიან ხშირად პრობლემები ხდება
გადაადგილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. შეიძლება იყოს გარკვეული კავშირი, სატელეფონო, ინტერნეტ პრობლემები და ასე შემდეგ. ხშირად მიანიშნებს მერკურის რეტროგრადული ფაზა ამ ყველაფერზე. ცხადია, ეს არ არის, რომ აუცილებლად ეს იქნება, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ გართულდეს ეს ყველაფერი, რადგან მერკური ეს არის კომუნიკაცია, მერკური ეს არის კავშირი, ეს არის მოლაპარაკება და აი აქ ხდება დამუხრუჭება. თუმცა ეს რეტროგრადული ფაზა შეიძლება გაუჩნდეთ ადამიანებს კითხვა, რომ რისთვის არის კარგი, ხო არის დაუშვათ, რომ არ დავიწყო ახალი საქმე, არ მოვაწერო საბუთებს ხელი, აბა რა არის? ეს არის ძველი საქმეების აღდგენა, ძველი საქმეების გაგრძელება, ანუ რაღაცა გადადებული ქონდათ ადამიანებს და ამ დროს რეტროგრადული ფაზა არის საინტერესო პერიოდი, რომ რაღაცები განვაახლოთ, მიუბრუნდეთ ძველს, შეცდომები გამოვასწოროთ და ამ კუთხით ჩვენ წავიწიოთ წინ. ძალიან ბევრი ადამიანი ერკვევა უკვე ასტროლოგიაში, ძალიან გასახარია და ძალიან ბევრმა იცის უკვე საკუთარი ჰოროსკოპი და უჩნდებათ ხოლმე ესეთი კითხვა, რომ ვისაც რეტროგრადული მერკური აქვს, მისთვის როგორი პერიოდია. მე ვფიქრობ, უფრო საინტერესო, ვიდრე იმათვის, ვისაც დირექტიული მერკური აქვს პირად ჰოროსკოპში, ამიტომ იმ ადამიანებს, ვინც იცის ეს ინფორმაცია, არ იმათვის, ვინც იცის ეს ინფორმაცია, მათთვის იქნება საინტერესო პერიოდი რაღაცების გაგებისთვის, გაცნობიერებისთვის და მიხვედრისთვის. ისინი უფრო ადვილად გაიგებენ რაღაცას, უფრო ადვილად დაამყარებენ კონტაქტს და ბუნებრივია ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორც მე ვთქვი, საკუთარი პირადი ჰოროსკოპი. 21-24 ივლისი ვენერას კვადრატი მარსთან. ვენერა და მარსი საერთოდ ითვლება ქალ და მამაკაცად, ხშირად მითოლოგიაშიც, აი ესეთ სწავლებებში, იმიტომ რომ აი მაგალითად ბიჭი და გოგო ნატალურ განყოფილებებში, სამშობიაროებში სწორედ ვენერასა და მარსის სიმბოლოები გამოიხატება. ანუ მედიცინაშიც არის ეს სიმბოლიკა მიღებული. აქედან გამომდინარე ეს პერიოდი, როცა კვადრატია, ერთის მხრივ ეს არის შარმი, სექსუალურობა, ანუ იმ ადამიანებსაც, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა მარსის კვადრატი აქვთ, სადაც არ უნდა იყვნენ ეს პლანეტები განთავსებული, უკვე მიუთითებს ეს გარკვეულ შარმზე, სექსუალურობაზე. თუმცა ბუნებრივია კვადრატული ასპექტი, ეს არის კონფლიქტი. ეს არის ქმედება, ამიტომაც ამ დროს ხშირია კონფლიქტები. ეს არის 21-24 ივლისი ხავსის. რა უნდა ვთქვათ, რომ ნუ იჩქარებთ ამ პერიოდში გახეთქილებას, ნუ იჩქარებთ ამ პერიოდში ანგარიშის გასწორებას პარტნიორთან, შეყვარებულთან, თქვენ სასიხარულო პარტნიორთან, შეეცადეთ რომ უფრო ეს გაიაროთ ცივი გონებით, რადგან ამ პერიოდში ხშირია გახეთქილების ალბათობა, ძველი თემებთან მიტრიალება, წყენა და ვერ გაგება რაღაცის და ბუნებრივია გარკვეული პროვოცირება ხდება ხოლმე ამ დროს, რადგან ეს არის წინააღმდეგობრივი პერიოდი, თუმცა მე ვამბობ, აი კვადრატული ასპექტი ხშირად აშინებთ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში, რთული ასპექტია ეს, მაგრამ ეს არის ქმედება. რაღაცა გადახოვასაც რო გავაკეთოთ აქ, იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში რთული ასპექტები არ აქვთ, ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. ანუ ძალიან დიდი პრაქტიკა მაქვს აქ, მაგრამ მე აი მიჭირს კი არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. დაახლოებით 25 წლიანი პრაქტიკის მანძილზე, რომ მენახოს ის პირადი ჰოროსკოპი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ჰარმონიული ჰოროსკოპი, აბსოლუტურად ჰარმონიულში გულისხმობ აბსოლუტურად ჰარმონიულ ასპექტებს და მას მიაღწევს წარმატებისთვის. მე ვამბობ ხოლმე, რომ ამ ადამიანებს აქვს პოტენციალი, მაგრამ არა мотиваცია. ამიტომაც რთული ასპექტები ადამიანებს მიანიშნებენ ისინი, რომ ადამიანები მზად არიან ქმედებისთვის, მზად არიან საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის, მზად არიან რომ მათ წინაშე მდგარ პრობლემას შეებან, ასე ვთქვათ, შეეჯახონ და გადაჭრენ ისინი. ამიტომაც რთული ასპექტებმა არ უნდა შეგვაშინოს ეს როგორც ზოგადად ისე კონკრეტული ინდივიდუალური ადამიანის ჰოროსკოპშიც ეს მიანიშნებს აუცილებელი ქმედებაზე, ანუ აუცილებლობაზე, რომ ადამიანმა უნდა იმოქმედოს პრობლემის გადასაჭრელად. რაც შეეხება 22 ივლისს, კიდევ საინტერესო პერიოდია, მზე შედის ლომის ნიშანში. ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, რადგან მზე ლომს მართავს. შეიძლება ვიღაცას გაიფიქროს, რომ 23 ივლისიდან იწყება ლომი, ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ზოგჯერ ეს ხდება 22-ში, ზოგჯერ 23-ში. დიახ, თბილისის დროით ეს არის 17 საათი და 30 წუთი. ანუ 22 ივლისიდან 17 საათი და 30 წუთის შემდეგ დაბადებული ბავშვები არიან ლომის ნიშნის დაბადებული ბავშვები. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, ცხადია, იმიტომ რომ მზე მართავს ლომს, ანუ იზრდება შინაგანი თავდაჯერება, იზრდება სიამაყე, იზრდება სითბო, იზრდება
იმის ალბათობა, რომ ადამიანებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრონ საკუთარ თავზე და უფრო მეტად გამოიჩინონ თავდაჯერება, მიზანსწრაფვა და გახდნენ ორგანიზატორები გარკვეული თემების. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, ეს ერთთვიანი პერიოდია, როდესაც მძელომში შევა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეიძლება ეს იყოს ხელოვნების ფართო სპექტრი, შეიძლება განსაკუთრებით საშემსრულებლო ხელოვნება, შეიძლება ეს იყოს ცეკვა, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა ტიპის თუნდაც რიტუალები, იმიტომ რომ ლომი თეატრალური ნიშანია, ეს არის რაღაცა რიტუალური ნიშანი და ადამიანები ხშირად იწყებენ რაღაცეების გაკეთებას, თუნდაც ჰობის სახით, არა მაინც და მაინც რაღაცა მისტიციზმის, მისტიკური კუთხით, არამედ რაღაცა ჰობის სახით ადამიანები იწყებენ, შეიძლება ეს იყოს რაღაცა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, შეიძლება ეს იყოს ცეკვაზე სიარული, შეიძლება ეს იყოს რაღაცა საკუთარი თავისთვის გაკეთება იმის, რომ აი მე რაღაცა რიტუალს ვაკეთებ, ეს რიტუალები მეორე ყოველგვარი მისტიციზმის გარეშეა, რაღაც თუნდაც ჰობის დონეზე და რაღაცის კეთება, ეს ჰობი იქცა ედღალ რიტუალად საკუთარი თავისთვის და ეს ამას მოაქვს ადამიანისათვის სიხარული ბედნიერების განცდა, რადგან ეს არის მზის ფაქტორი. დიახ, 23 თვითონ 25 ივლისი მზე არის ტრინში სატურნთან და ნეპტუნთან, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, ასევე შეიძლება ითქვას, რომ აი ეს 22-დან 24 ივლისამდე პერიოდი არის მზიური პერიოდი, შემოქმედებითი პერიოდი, ჯერ ერთი სატურნთან ტრინი ეს არის ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ხოლო ნეპტუნთან ეს არის შემოქმედებითობა და ამიტომაც ეს კარგი პერიოდია მედიტაციისთვის, ვიზუალიზაციისთვის, წეღანასკვი შეიძლება ეს იყოს ცეკვა, შეიძლება ეს იყოს სიმღერა, ანუ გარკვეული შემოქმედებითი თემისთვის ადამიანს წარმოსახვა უძლიერდება, იგივე შეიძლება ეს იყოს მწერლობაში, ან სხვადასხვა მიმართულებით ადამიანებმა დაიწყონ ახალი პროექტები, დაკავდნენ რაღაცა ჰობით, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სწორედ ხელოვნებასთან. ძალიან კარგი პერიოდი არტ-თერაპიისთვის, ანუ ხელოვნების დახმარებით ჩვენ გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობა ჩვენი დავალაგოთ და ჰარმონიაში მოვიყვანოთ ჩვენი შინაგანი მხარე, ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ასე ვთქვათ შინაგანი ფსიქოლოგია. შემდეგ 24 ივლისი იქნება ახალთვარეობა, ესეც არ არის მარტივი პერიოდი, იმიტომ რომ აი ამ 23-25 ივლისის დადებით პერიოდში ჯდება, ეს არის ლომში და ფაქტობრივად ეს არის მიუთითებს რაზე, რომ გარკვეულ დაპირისპირებაზე გავლენიან ადამიანებთან. სხვათა შორის ახალთვარეობა ეს არის ყოველთვის ახალი ციკლი, ეს არის რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ რაღაცა ახალი სტარტი. ყოველთვის ვამბობ მე, რომ ახალთვარეობა არ არის კარგი პერიოდი საქმის დასაწყებად, მით უმეტეს ჩვენ ვართ რეტროგრადულ ფაზაში და პლუს მერკურის რეტროგრადულ ფაზაში და ამიტომაც 24 ივლისი არ არის კარგი დღე რაღაცეების დაწყებისთვის, საქმეების დაწყებისთვის. იმიტომ რომ სტარტი ყოველთვის არის ხოლმე, აი ძველ ქართულ ასტროლოგიაში შემოხვედრია ასეთი სიტყვა ჭიანია, ეს ჭიან დღეს უწოდებდნენ ამ დღეს. ესეც საინტერესოა და დაგვირება, აი რომ ამობე ხოლმე, რომ ძველ საქართველოში არ იყო ასტროლოგია, ძალიან კარგადაც იყო და ძალიან კარგად იყენებდნენ და უპირველესად ის ხო სამეურნეო ასტროლოგია. რადგან ახლა ქართველები საქართველოში მცხოვრები ხალხი ვიყავით უფრო მიწათმოქმედი ხალხი და ბუნება სამყარო აქ იყო ჩვენი დამხმარე მიწასთან ურთიერთობაში და როდესაც ადამიანმა იცის ბუნების ენა და მასთან ჰარმონიაშია, ის ბევრ სიკეთეს იღებს და პირიქით, ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ხოლმე ბუნების კანონებს, ისინი ხშირად ზარალდებიან ამით. თუნდაც გავიხსენოთ ცნობილი თბილისის წყალდიდობა 13 ივნისის და რა მოხდა, რომ ადამიანებმა ააშენეს სახლები მდინარის ხეობაში, ჯერ მდინარე ჩაკეტეს და მერე ააშენეს მის ხეობაში, ეხლა რომ გავიაროთ იგივე ხდება. და არსებობს ესეთი ძველი გამონათქვამი, რომ მდინარე თავის კალაპოტს ოდესღაც აავსებს. და ეს ყოველთვის არის საშიში, როდესაც ჩვენ არ უსმენთ ბუნებას და ჩვენ გვაქვს მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნების მიმართ და ეს ადამიანისთვის სავალალოდ მთავრდება ყოველთვის. რადგან ადამიანი როცა ივიწყებს, რომ ის ბუნების შვილია, ბუნება უკვე ძალით აბრუნებს მას იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც არის ჰარმონია. აი თუნდაც ავიღოთ ესეთი გადახოვა სავით გავაკეთებ ასევე ეს არის მომხვეჭველობა, რომ აი ჩვენ თუ ისტორიაში დავინახავთ, ადამიანები ცდილობდნენ რომ მოეხვეჭათ რაღაცა ბევრი, მიეღოთ რაღაცა ბევრი და გავიდოთ და გარკვეული. შეიძლება რაღაცა ათეული წლები
და უცებ ეს ყველაფერი დადგებოდა ისე თავის ადგილას, იმიტომ რომ ბიბლიაშიც არის და სერვანტესის წერს ბიბლიიდან ნაკლული პერიფრაზია, რომ შიშველი მოვევლინე ამ ქვეყანაზე შიშველი მივიქცევი წიახ. ანუ ადამიანებს არაფერი არ მოაქვთ აქედან მატერიალური ამ სამყაროში და არაფერი არ მიაქვთ თან, ყველაფერი აქ რჩება და ეს სულ ერთია, ეს არის მათი საქმეები, მათი ნივთები და ყველაფერი. და ეს არის ბუნების კანონი, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს მატერიალურისთან ვერაფრის წაღება, რადგან სხეულსაც კი რომელსაც შეიძლება უწოდოთ ბიოლოგიური მანქანა ის დედამიწაზე რჩება. ასე რომ ეს ძალიან კარგი პერიოდი იქნება 24 ივლისის სახელმთვარეობა პირველ რიგში საკუთარ თავთან მიახლოვებისთვის, რადგან ეს არის ახალი ციკლის დაწყება, რახან ეს არის ძველი ციკლის დასრულება, ეს არის რომ ჩვენ ვივსებით ლომური ენერგიით, რადგან ეს სახელმთვარეობაც ლომში ხდება და ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, რადგან ლომი ეს არის მეს გაცნობიერებისთვის და კითხვა ვინა ვარ მე რეალურად, არა ვინა ვარ მე ფიზიკურად, არამედ რა არის ჩემი დანიშნულება, რადგან მზე ძველ საბერძნეთში იგივე გავიხსენებ ანტიკურ საბერძნეთში იყო სულის ჰიპოსტასი. აქედან გამომდინარე ეს უფრო სულიერ კითხვას ბადებს, ეს არის ლომის მაღალი ოქტავა, მაღალი ჰიპოსტასი. ძალიან ხშირად ლომი გონიათ მხოლოდ ამპარტავანი, ამაყი ყველან ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი დაბალი და მაღალი პროგრამა. და ლომის მაღალი პროგრამა ეს არის სამყაროს გარემოქცევა საკუთარი თავის გარშემო. სწორედ ეს არის მზე, რომ მზიურ სისტემაში მზე არის მთავარი და ის თავის გარშემო მიმოაქცევს მზის სისტემას, არა მიზიდულობის ძალით. ამიტომაც ადამიანმა, თითოეულმა ადამიანმა, რადგან ადამიანში მზე ანატომიურად ეს არის გული, სიმბოლურად და ეს არის ეგო, მე, აი ამ მეს გაცნობიერებისთვის ძალიან კარგი დროა, რომ ადამიანმა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, ვინა ვარ მე და რა როლი მაკისრია ამ სამყაროში, ან ოჯახში, ან ჩემ საქმეში, აი საკუთარი თავის გაცნობიერებისთვის ეს არის ძალიან კარგი პერიოდი. რაც შეეხება თვის ბოლოს პრინციპში ესეც საინტერესო პერიოდია, რადგან 31 ივლისს მზე შეუერთდება მერკურს და ასევე ვენერა გადავა კირჩხიბში 31 ივლისს 25 აგვისტოს ჩათვლით. პირველი ინგრესია, უпроსოდ პირველი შეერთება, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი ინტელექტუალური საქმიანობისთვის და რაღაცის კარგად დანახვისთვის, კაფეო დანახვისთვის, იმიტომ რომ მზე და მერკურის შეერთება თუ ის არ არის დაახლოებით 1-2-3 გრადუსი, ესე ცოტა რთული შეერთება ხოლმე პირად ჰოროსკოპში, მაგრამ ზოგადად ის არის ძალიან კარგი ასპექტი, რადგან ადამიანები ობიექტურად ხედავენ რაღაცეებს და მათ შეუძლიათ რაღაცა დაინახონ ისე როგორც არის. და ბუნებრივია ეს შეერთება ხდება ლომში და ამ დროს შეუძლია ადამიანს განარჩიოს ობიექტური და სუბიექტური, რადგან ძლიერდება ამ დროს გარკვეულად არა მარტო ლოგიკა, არამედ ინტუიციაც. რაც შეეხება ვენერას კირჩხიბში ინგრესიას, ეს ძალიან საინტერესო პერიოდია და ვიფიქრობ გაცილებით კარგი პერიოდი იქნება პირადი ცხოვრებისთვის, რადგან ვენერა ტყუპებში თუ არის მენტალური, ვერბალური სიყვარული, კირჩხიბში უკვე არის ემოციური სიყვარული, რადგან უკვე მთვარე ხდება მართველი ვენერას, მთვარე ხდება ვენერას სიგნიფიკატორი, ამიტომაც ეს უფრო თბილი, უფრო ემოციური ვენერაა. თუ მანამდე ეს არის კომუნიკაცია, ეს არის მსჯელობა, ეს არის ლაპარაკი, ეს არის ურთიერთობა, რადგან ვენერა ტყუპებში ეს არის ფლირტის ვენერა საერთოდ, ანუ ცოტა ზედაპირული ვენერა, ვენერა კირჩხიბში ეს არის ძალიან ღრმა ვენერა, ძალიან ემოციური, მზრუნველი. ამიტომაც ეს ძალიან კარგი პერიოდია, 31 ივლისთან ეს უკვე აგვისტოს ეხება ბუნებრივია, მაგრამ 31 ივლისს შედის ვენერა კირჩხიბში და ეს გამოვლინდება ცხადი აგვისტოში. ეს კარგი პერიოდი იქნება და ოჯახებისთვის, ოჯახური თემებისთვის და არა მხოლოდ ოჯახური თემებისთვის, არამედ რაღაცა უსაფრთხო გარემო შექმნისთვის. შეიძლება ეს იყოს რაღაცა მოწყობა, საცხოვრებელი სივრცის, რაღაცა ვეჯის ყიდვა, რემონტი ან რაღაცა ესეთი, რომელიც ადამიანს უქმნის მყუდრო გარემოს, რადგან კირჩხები სიმბოლურად ეს არის მყუდრო გარემო, ეს არის ის სივრცე, სადაც ადამიანი თავს ძალიან კარგად გრძნობს, უსაფრთხოდ უპირველესად, მშვიდად. და არა მხოლოდ ურთიერთობაში შეიძლება ადამიანმა თავი იგრძნოს ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ, აი ესეთი ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ხშირად ეს არის წარმოშობა, არა მშობლები, ან საკუთარი ოჯახი, არამედ შეიძლება ეს იყოს სივრცეც. ამიტომაც აი ამ სივრცის მოწყობისთვის აგვისტო გარდა ბოლო კვირისა
იქნება ძალიან კარგი. ახლა ერთგვარი წინსწრება გამოგდის აი ამ პროგნოზის, მაგრამ ეს იწყება სწორედ თვის ბოლოს 31 ივლისს და არ შეიძლება რომ ეს არ ვთქვათ. რომ შევაჯამოთ ივლისი, ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი, როგორც უკვე ვთქვით, ამას უწოდეთ პიკის პიკი. ანუ ეს არის იმ პიკური პერიოდის გაზაფხულის ზაფხულის, შეიძლება ეს არ არის კალენდარული შუა წერტილი, ცხადია, მე ვამბობ, რომ ეს ივლისი არის კარმული პერიოდი და გამოაშკარავდება ბევრი რამ დაიწყებს. ჩვენი შეცდომები თუ ჩვენი მიღწევები დაიწყებს ამოტივტივებას და მოვა ჩვენთან, რა გავაკეთეთ, მივიღებთ იმას. და მე ვამბობ, რომ სახელმწიფოებრივ დონეზეც და ინდივიდუალურ დონეზეც ეს იქნება ან წარმატების მიღწევის პერიოდი, დაწყების პერიოდი, სერიოზული, გარდამტეხი პერიოდი, ან პრობლემების გააჩნია, რა დავთესეთ ჩვენ და რამდენად მართალი ვიყავით ჩვენს გასულ პერიოდებში. ამიტომაც ჩვენ პირველ რიგში უნდა ინდივიდუალურ დონეზე ადამიანებმა უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და ჩვენთან მოსული საკითხები არა მეტისმეტად ემოციურად, არამედ ცოტა პრაგმატულად აღვიქვათ და ვთქვათ, რომ თუ მე ეს შეცდომა დავუშვი, უნდა გამოვასწორო. და აი ასე გავივლით მშვიდად ივლისს. ისურვებთ ყველას სიკეთეს, ბედნიერებას, მშვიდად გავლას ამ პერიოდისას და ყოველივე სასიკეთოს.